მოკლედ, დილა, უბრალოდ დღემშვიდობისა. ახლა მინდა შენი მიკროფონი, თან მოეწონა ეს. აი, დღემშვიდობის, აი ესე პოზიტიურად უნდა დავიწყო და მართლაც მზე არის ჩვენთან სტუმრად. კი ბატონო, არაჩვეულებრივი, ფანტასტიკური ადამიანი, ქუთაისელი, გული, სული, იმერეთის გიორგი გამუნია, ბატონებო და ქალბატონებო. მოგესალმებით. შენი სტუმრობა ჩვენთვის არის? მობრძანდი, აგერ დავზანდი, ბატონო. ხაჭაპური გიორგი, სანამ ასე იგი ამბავი იქნება, მანამდე ესე იგი 2 დღის უკან ჩემს ულამაზეს პარტნიორს, ფანტასტიკურ გოგოს დაბადების დღე ქონდა მართალია. კი მიულოცე, მაგრამ ასე არ მიმილოცია. ნატუკას გაუმარჯო! ზელდება ეს ყველაფერი ფენა. იყო, რანათელი მზე იყო, იმიტომ რომ ნატუკას დაბადების დღე იყო. არგინა ტაში ახლა გაგუგიზები თარასაში. იცი, მაშინ ერთი წამის გიორგი, ლაშა, მე მინდა უღრმესი მადლობა უთხრა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, იმიტომ რომ გუშინდელი დღის მერე მოლოცვები არ ჩერდება და ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან მიყვარხარ და თითოეული ტკბილი სიტყვა თქვენი ჩემთვის კიდე ერთი წლის მოკლებას ნიშნავს და მალე 18 წლის გავხდები. კი ბატონო, სრულწლოვანი. კი ბატონო, რავარი ხალი დაგახვედი. ფანტასტიკური. ოჯახს დაგატოვებდი და არა, ფლაგმასი არა, მაგრამ ესე დავდო. როგორ ახარ ჩემო ძმა? კარგად, მოგესალმებით. პირველ რიგში ტრადიციულად ძალიან მიხარია რომ დღეს თქვენთან ვარ. ლაშა, შენი ხილვა კიდევ განსაკუთრებით გამიხარდა. ჩემო იმერელო და ნიჭიერო მეგობარო და ძმაო და რა ვიცი, პოზიტივის სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის. ჩემი მშობლიური ტელევიზიაა და საიდანაც დავიწყე ყველაფერი და არ ყოველთვის იქნება ჩემს გულში ყველა თავისი თანამშრომლით და ყველა თავისი წამოწყებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფანტასტიკური ხალხი, არაჩვეულებრივი სტაფი და ასე შემდეგ და ასე. ახლა აბა დამეთანხმები იმაში რომ გიორგი არის ის ადამიანი რომელმაც რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს, არის ძალიან თავდაბალი, ერთგული მეგობარი, საოცარი ადამიანი და აი ყველაზე მთავარი რაც არის, ყველაზე მთავარი რეგალია რაც აქვს, არაჩვეულებრივი მეუღლე და მამა. იცი, ამბავი და თქვენ ახართ გოგო, ხა შენ ბიჭებიც არა, გოგოს მამობა. კიდე რაღაცა სხვა ფენომენია, ხო? არა, საოცრებაა, მართლა საოცრებაა. მითხარი ხო გადაგიყვანა ჭკუა? არა, გადამიყვანა კი არა, უკვე გადმომიყვანა და კიდე გადამიყვანა და რაღაც ამ პროცესში ვართ. არა, კირამ საერთოდ ამოატრიალა. და როგორი პოპულარულია თან? ხო და ესე იგი ნახე ხო არის რომ ხანდახან ვიძახი რომ ესე იგი ამდენი ვიშრომე რაღაცა იქ მასანკანი, მე რაღაცა რადიო, მე ინტერნეტ ტელევიზია პოზიტივი, მე უკვე ტელევიზია პოზიტივი, ახლა იმედი და ეს პატარა 2 წელი ნახევრის ვიღაც ვინცხა იმ დღეს მივდივართ იმაში რა ქვია სადღაც სეირნობთ და მედანინი და ვაიმეო გამარჯობათო გამარჯობა მე უთხარი ფოტო უნდა ალბათ მეთქი და ისა არა ფოტო არ მინდაო კირა მომიკითხეთო ბიჭო მეთქი ნახე ესე თქვენ კირას მამა და ეგეთი ამბავი არის და კი თავის ისყავს გამომწერები ყავს TikTok-ზე რაღაცა 25000 კაცი ყავს გამაგარი ყველას გვაჯობა აბსოლუტურად ხო და მოგეცადოთ ცხოვრებას გოვარჯოს ძალიან სასაცილო ქალია და ძალიან საყვარელი და მადლობა ღმერთს რომ ყავს ესეთი არაჩვეულებრივი ოჯახი და ნამდვილად დიდებული მაგრამ ერთი არ ჩვენზე არა გენაცვალე არა ბატონო აი შეხედე კადრები გადის საოცარი ხო საღამოს სახლში რომ მივდივარ ხოლმე კი რა არის ჩემი ისა რა ქვია აი ეს მაინტერესებს საღამოს სახლში რომ მიდიხარ დაღლილი ენერგია გამოცლილი რას გაძლევს აი რაღაცა საოცრება არის და აი ამ რიტუალები თუ არის რასაც მე აი მართალი ხარ ნატუკა გეთახმები იმიტომ რომ სახლში ნუ ხშირ შემთხვევაში გვიან მივდივარ მაგრამ აი თუ ცოტა ადრე მივედი როცა კირას ღვიძავს მაგალითად და ხარ დაღლილი ხო აი გინდა რომ წამოწო ისა და რა ქვია იმიცის ხოლმე ხმურობა რომ მეც დაღლილი ვარ მაგრამ კაცო მარტო ჩემი ხო არა ეს ბავშვი მოდი და ეთამაში და ესე იგი წამოწვევი და მოვა ესე და მამიკო შენ სად იყავი გეუნება მამა სამსახურში ვიყავი მე ხა არ უნდა ვითამაშო აი მან როგორ მართლა რაღაცა გემატება ხდება ორგანიზმში და გეძლევა ძალობ დგები ვეთამაშები და ნუ მე ხვდები რომ ძალიან დავიღალეთ მაგრამ იმ მომენტში ვერ გზნობ მაგას რა იმიტომ რომ ეს გაძლევს წყაროს რაღაც უშლეთ ენერგიას ისე რომ იყოს სულისე რა დამოხტული რა აი ვის გავს უფრო აი შენი თვისებები აქვს უფრო თუ ნინის მაგალითად ნუ ეხა იქ დავობდით ესე იგი ცვალებადი ხასიათი ალბათ ესე იგი ნინი იძახის რომ შენი აქო მაგრამ მე ვიძახი რომ დედამისის აქვს აჰა რა თქმა უნდა ცვალებადი ხასიათი აი ეს რაღაცა ცეკვა სიმღერა თამაში ეს ტელეფონთან ესე პრანჭაობა და ესენი ეს ალბათ
აკეთა ფლანგი არის, ნუ ასე დავარქვათ. ჯიუტი არის ჩემსავით. ცოტა ჯიუტი ვარ. რა კაია დედასავით არ თქვა ჯიუტი. ცოტა ჯიუტია ჩემსავით და ისე ნინის ბავშვობას გავს ძალიან. ფიზიკურ თვალსაზრისით ძალიან გავს ნინის, იმიტომ რომ ნინის ბავშვობის ფოტოები რომ ნახეთ, აი გამოხოხებული დედამისია რა და ძალიან კარგია. შეგრძნება, აი აწარმოუდგენელი არ და ეხლა სახეზე შეხედეთ კარგად გიორგის. როცა ხვიძავს, მაგრამ შენ რომ მიდიხარ და როცა ძინავს. და აი სურნელება, რომელიც მძინარე კირახში. აი მითხარი რა ხდება ამ დროს, აღვიძებ კოცნი თუ რა. აი ეგ სურნელება ხო ეხლა შვილი ვისაც ყავს, ზოგადად პატარებთან ურთიერთობა რაღაცა სპეციფიური სუნები. კისერში და იმაში ხო იცი ყრიმალის ხვევი ხო აი ყრიმალის ხვევი ხო რაღაცა ანუ მსგავსი ესე იგი არც ერთი ქიმიური ნარევებით ვერ მიიღებ ბუნებაში ვერ ეგეც უნამოს და აი გაქვს მაგრამ გეცოდება თან ეს წვერი რომ აქვს ხო ისა რა ქვია მამისა რა ხო წირმა იძახის ხოლმე მამა ისა ქვია მткиვა და ისა და თან როცა ძინავს ან არ მინდა ხოლმე რომ გავაღვიძო ამ ჩემი წვერით, მაგრამ ხო იცი თან რო ვერ ითმენ და ნუ რა ვქნა, ვიკლავთ საკუთარ თავში. ხო, მაგრამ მოფერება ფოდის ვიხდი ყველასთან ბენაში ხო გადადის. კი, როგორ და დაკმიჩა ხოლმე და მე მეჩხუბება და გარბის დედამისთან ხოლმე და ამიტომ რაღაცნაირად ვაბალანსებთ ხოლმე. ჩვენ ყოველთვის გვაქვს სახლში ომი მაგ თემასთან დაკავშირებით მასწავლებელი წერს ხოლმე ხანდახან ამბავს რატო აქ წითელია. და ასე შემდეგ და ასე. ხო, ნუ იმიტომ რომ ბუნებრივია რომ აი რომ უწყებ მოფერებას შვილს ახლა ყველაზე საყვარელი ადამიანი ხო და ყველაზე ძვირფასი რა წყობაში რთულია შეიკავო რა თავი იქ რომ მიდიხარ და უცებ აქ უმბაშვა რა ხო წაგეკბინება მაგრამ გეცოდება მე და რა არის აი რა შეცვალა მამობამ კი არა და კირას გაჩენამ შენ ცხოვრებაში გარდა იმისა რომ უზარმაზარი ვალდებულებაა მე არაერთხელ მithქვამს და ვამბობ გულწრფელად კიდევ ვიტყვი რომ კირა ნუ გარდა იმისა რომ ბევრი ვალდებულება უდიდესი ვალდებულებაა და უდიდესი პასუხისმგებლობა გააბედნიერა საერთოდ ჩვენი ცხოვრება უფრო მეტად ვიდრე იყო მაგრამ კიდევ უფრო რაღაც მრავალფეროვანი გახადა და ნახე რაღაცა დამატებითი ძალა მომცა იმისი რომ კიდევ უფრო მეტი ვიშრომო იმისთვის რომ რაღაცა კირა იყოს კი უზრუნველყოფილი შეძლების დაგვარად რა თქმა უნდა მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ ყველაფერი არ კონდეს არ შეიძლება ეგრე ანუ იმიტომ რომ ფასი უნდა იცოდეს ყველაფრის ანუ რომ რაღაცას უყიდი შოკოლადს პირობითად ყოველდღე არ უნდა უყიდე იმიტომ რომ უნდა იყოს იმისთვის ის რაღაც სათუთი ძვირფასი და ვცდილობთ ეს ბალანსიც დავისვათ თან ხო იცი უარშობ ერეუნები ვერაფერზე და ნუ მოკლედ მთელი ამბავია და თავის მოვლა დავიწყე ჯანმრთელობის თვალსაზრისით უფრო ხო მართლა იყო ეგრე იმიტომ რომ აქამდე ხო იცი ეს მიშვებული რაღაცა წარდგინდა ხო ნინისთან ერთადაც ჩვენ საერთო მეგობრებთან ერთად ეხლა გინდა არ გინდა ახალგაზრდა ვარ მაგრამ აი მინდა რომ კიდე უფრო კარგად ვიყო მხნედ დიდხანს ჯანმრთელად რომ აი კირას და ღმერთმაქნას მის დედმამის შვილებს ხო ხდები უფრო ნაყოფიერი ვიყო მათთვის რა და დავიწყე უფრო ეს რაღაცა 6 თვეში ერთხელ გამოკლებებს ვიკეთე ჯანსაღიყვება კი ბატონო რაღაცა მოუკელი მაგალითად მავნეჩვევებს ხო ეგეთი ამბავი და ესე და აი იქ შეცვალა ნამდვილად ჩემში და არა მარტო ჩემში რა იცი რა მაინტერესებს ახლა თკბილეულზე ისაუბრეთ ახლა და აი როგორ აბალანსებ ამას მე მაგალითად სახში რომ მივდივარ ხელით რომ ვაკაკუნებ არ მიღებენ კარებს თუ ფეხი მივარტყი მამა მოვიდა ესეც ეგრევე ხო და ეხლა წეგამს თქვი რომ ვცდილობ თქო მაგრამ არ მithქვამს რომ გამომდის ხო და ხო იმიტომ რომ რა მომიტანე ეგრევე ხვდება კართან რა და ამიტომ მივდივარ გვიან და დედამისზე გადადის ძირითადად სიმკაცრე რომელიც ალბათ რაღაც პროცენტულობით უნდა არსებობდეს ხო დედა ნინის მე ვევშვებ ვერ ან უძლური ვარ ხოლმე რატო პირდაპირ გეუნები ერთადერთი აი ღამე თუ გაიღვიძებს და რო გეძინება მან შეიძლება კი რა იყო დაიძინე დაგვაძინე ვუთხრა მანიპულატორია ეს მანიპულატორია ჩვეულებრივი მე ნუ ვერ ვუბრაზდები რა ვქნა რა ხო მაგრამ მამა ეს არ შეიძლება ნუ ეგ მithქვამს მაგრამ აზრი არა უფრო აკეთებს იმას ვარესა და დედამისის აქვს ისა რა ნინი არის ცოტა ისეთი რომ აი დედა ეგ არა და რაღაცას ეხა დაამუღამა რა იცი რომ ერთხელ ვთქვი რომ ეგ ვიდეო ჯერ გვაქვს ეხა და უნდა დავდო რომ რა არის მაგის დედავატირე თქო რაღაცაზე ვთქვი ტელეფონზე გაიგე და ის მოდი დედა მამამ დედავატირეო აიგე ეს აქ ეხა დამუღამებული და ვინმეს რო გაიგონებს ამ ფრაზას ჯიმი დამუღამა ეხა რომ ამაზე აქვს რეაქცია და სპეციალურად იძახის ხოლმე ჯიმი რა არის კაცო ეს მაგის დედავატირე
ოიზახის ხო და დედამისთან მიაქ ეგრევე ენა გაიგე რომ დედამისმა გაიგოს რომ იმანტყვა და ამას არ უთქვამს თვითონ და რაღაცა და აი ეგ გვაქვს მაგამ ბავში ეგრე რა არის ის რომ ოჯახი არის ბავშვის სარკე ასე ვთქვათ რაღაცები შეიცვალა ხა დედავატირაზე გამახსენდა ხო ხდები შეიძლება რაღაცა ისე ისაუბრო მაგრამ როდესაც უკვე ბავშვი ჩნდება რაღაცა სხვა რაღაცები ხდება გარდა იმისა რაც ჩამოთვალა ხო კი რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა არის ეგეთი მომენტებიც რომ ანუ რეალურად ნახე აი სულ მაღაზია ხოლმე ძირითადად ნინიზე თქო რატო ვთქვი რომ მიუხედავად იმისა რომ კი რა პატარაა ჯერ ახლა 2 წლის და 2 წლინახევრისა 3 ხდება ახლა აპრილში ცდილობს ნინი რომ აი კონკრეტული რაღაცეებზე ძალიან გაუმახვილოს ყურადღება თუნდაც ის რომ მარტივად რომ აი დაუშვათ რო ჭამს გადაგდება არ შეიძლება საქმის და ეუნება პირდაპირ რომ დედა შეიძლება ვიღაცას ეს არ კონდეს და ამიტომ ეს არ შეიძლება და ანუ კი გულწრფელად ვამბობ ის რომ მაგალითად არ შეიძლება ცუდის თქმა ის რომ მაგალითად არ შეიძლება ვიღაცას დაარტყა ანუ ნინი მხრივ ძალიან ისაა რომ მე მეწოდება ხან ტირის ხოლმე რომ ხო იცი მაგრამ არაო ჯობიაო თავიდანვე მიეჩვიოსო რომ რაღაცა ეს ზნეობრივი მეუღლე კარგი ფსიქოლოგი ყოფილა შეიძლება კი ამავდროულად ჩემიც და ბავშვისაც შეიძლება ითქვას ეხლა მითხარი როცა ჩადიხართ ქუთაისში აი ეგ უნდა მეთქვა ეხლა ქუთაისი და ბოში ქუთაისი და მოუწამლე კირაც ოღონდ მართლა ესე იგი სად მივხვდი რომ კირა მოწამლულია ქუთაისით ამასი გაიღვიძა ხამის 3 საათია თურმე ნუ მე უკვე ქუთაისში ვიყავი და დედამის ეკითხება რომ მამა სად არისო მამაო ქუთაისში მეც მინდა ქუთაისშიო და დილის 6 საათამდე ტიროდა და დილას 10-ზე ნუ მოდიოდნენ ისედაც მაგრამ სანამ არ წამოვიდა და რო ჩამოვიდა და ქუთაისში სახში რო შემოვიდა აი გეფიცები ლაშა მე ეგეთი რამე არ მინახავ სახში ქუთაისში და დარბოდა ესე და აბა მეზობლებთან აკაკუნდებდა კარებზე იქ ისა ორსართულიანი დიდი საერთო ისა ბინასავით რა ძველი კომუნისტების აშენებული და ძალიან ისეთ შეკრული სამეზობლოა და გააღო კარი და მივიდა იმასთან აკაკუნა და ჩამოვედი და ანუ ის შეიგრძნო ეს რაღაცა ქუთაისური მეზობლური მეგობრული თუ ეს მიმოსვლა და ესე იგი ჩემზე მეტად უხარია თქო ვიძახ ქუთაისში პატარა ქუთათურია 6000 დიწყება პირადობა გენაცვალა მაგაზე ვიზრუნე რომ ყველა ქუთაისიდან მოდიან რომ ესა რა ქვია ის ხო იცი რომ თბილისში იმშობია რომ მე თბილისიდან წავიყვანე ქუთაისში ნინი რომ მეთქარი ბავშვი უნდა დაიწყოს 6000 პირადობა და შეუცვლია და 6100 იწყება მაგრამ ხამიშნობა მაინც ქუთაისური ამბავია რა ძალიან მაგარია იცი რა აი ეს სულ მინდა რომ ეხლა მე როგორც პანელმა კი იმერელმა ახლა ბავშვის და ქუთაისის უდიდესი სიყვარული ეგი გევიგეთ შემოძამია და აი ქუთაისის და იმერეთის აი ამ ფენომენი შენ ცხოვრებაში მე ვამბობ შენი თვალით დანახული ნახე სულ ვამბობდი და ამას წინ რაღაც პოსტის დავწერე თბილისობაზე ძალიან ესე მიულოცე ჩვენს საყვარელ დედაქალაქს მე თბილისი ხო მიყვარს იგიჟემდე და ყველას იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქია და აი საოცარი ადამიანები, საოცარი ქალაქი, საოცარი გარემო და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მე მაგალითად რაც თბილისმა გამიკეთა და დღემდე და ვიქნები მთელი ცხოვრება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაუშვათ ისო ქუთაისიო თუ უფრო გიყვარსო ერთმანეთს დამიწერა ერთხელ, მაშინ რა გინდა თბილისშიო. გაიგე რაღაცა ეგეთი ის იყო და მინდა ახლა ვთქვა რომ ქუთაისი რომ უფრო ძალიან შედარებით უფრო მიყვარს, ჩემი აზრით რომ არ მიყვარდეს, ეს უფრო პირფერობა იქნებოდა და ფარსი იქნებოდა ჩემი მხრიდან. იმიტომ რომ ფარსი, იმიტომ რომ მე დავიბადე იმ ქალაქში, გავიზარდე იმ ქალაქში და თბილისი მიყვარს იგიჟემდე, მაგრამ ცოტათი უფრო მეტად მე მიყვარს ჩემი ქუთაისი და იმერეთი, იმიტომ რომ იქ გაჩნდა გიორგი გაბუნია რა და რო გადავდივარ ხოლმე ესა რიკოტის უღელტეხილს ხო იცი? კორტოხი. რა ვერ მიყვარს? ფანჯრის ჩამოწევა. ეს ყველა იმერელს აქვს, ეხა არ დაიწყოს ვინმე მასე არ არისო, ვინც გვიყურებს, ეხა დამეთანხმება და რაღაცნაირი მხარია რა, აი საოცარი მხარია რა. ხო და შენ გულს ვენაცვალე. რახანას ახარ შენ შეყვარებული ქუთაისზე და იმერეთზე მე და შენ ვარ, ჩო? მეც ვარ შეყვარებული. შენ ვანი, ბებია მყავს ვანელი გას. როხვაძის ქალბატონი. შუაგორა. შუაგორა, შენი ჭირიმე. ხო და აგერა, სცენა, აგურკი და ამოიგანი, შენი ჭირიმე. მოდი შენ გულს ვენაცვალე. მოდი შენ. იმერეთზე რა მიდით ბიჭებო. ხაზირებული მაქვს ყველაფერი, აგერა. ახ დედა, ესე იგი, აი ეს და მე აგერ, ვარ ყვავილებით ხელში გისმენთ ესე იგი. კი ბატონო. საოცარი გიორგი გაბუნია იყო ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი.
საოცარი კაცი, ლომკაცი, ჯიგარი. მადლობა თქვენ, მიყარხართ ძალიან და ქუთაისლებს გაუმართლოს გიორგი გაბუნიას თამათი. დიდი მადლობა. მთელ იმერეთს და მთელ საქართველოს. ამინ. კეიფის როა ლაშა. საუცხო არის ჩვენი იმერეთი შეგენად ცვალე იმერეთი სიხარულის მხარე საოცნებო სამოთხის ბაქს მოგაგონე მადლიანი ჩვენი არემარე მობძანდიო გეტყვის მასპინძელი ფიანდაზად დაგეგებათანაც სუმასასე აღმერთებდეს არ მინახავს მე სხვა მხარე იმერეთის გარდა სანადრელი საოცნებო მხარე სიყვარული ჩვენი ერთადერთი იმერეთი ხელგაშლილი იმერეთი გულგაშლილი იმერეთი ჩვენი იმერეთი იმერეთი ჩვენი იმერეთი იმერული ხაჭაპურის სურნელება დაგეწევა 900 იქით წასულს ნეტარების მოლოდინში სული დნება ჭურის თავზე დავლებთ ალადასტურს შეგენად თვალე ალბათ უნდა ნახო რომ გაიგო კარგად იმერული პურმარილის ფასი ამ ცხოვრებას ვერასოდეს დაივიწყებ თუ იმაინც თუ გადეხე ნავსი აბარა სანადრელი საოცნებო მხარე სიყვარული ჩვენი ერთადერთი იმერეთი ხელგაშლილი იმერეთი გულგაშლილი იმერეთი ჩვენი იმერეთი იმერეთი ჩვენი იმერეთი გიორგი გაბუნია არაჩვეულებრივი საოცარი ფანტასტიკური და ძალიან დიდი მადლობა ძმაო